გამარჯობა, ეთერში აღამის ამბები, მე ნინო ჟიჟილაშვილი ვარ, ჩემთან ერთად ამ გადაცემას სამშაბათობით უძღვება რატი ამაღლობელი და დღეს ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, ჩვენ თანაწამყვანი იქნება დღეს ბატონი გია ბუღაძე, მხატვარი, რომელსაც ძალიან გასაგები მიზეზის გამო ვუხმეთ. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იქნება ჩვენი გადაცემის ერთ-ერთი მთავარი თემა დღეს. ბატონი გია, დიდი მადლობა რომ ასე გვიან ხართ ჩვენთან ერთად და კადრები რომელიც ჩვენ ნახეთ ყველამ ერთად, რასაც უყურეთ, ხო? მთელი განცდით მართლა მე ვერ წარმომიდგენია რომ ვინმე მამას უყურა ესე როგორც შემთხვევითობას როგორც ერთ რიგით რაღაც ცუდ ამბავს ხომ ეს იყო არ ვიცი ტრაგიზმით ახსავსე კადრები მიუხედავად იმისა რომ ჩვენ თავიდანვე გვითხრეს რომ იქ ადამიანური მსხვერპლი არ არის და ყველა გადარჩა მიუხედავად ამისა ეს ჩამოშლა ეს ნაწილების რომელიც ყოველთვის ძირფასია ფოტოზე მაინც უნახავს ბევრს უკვე ნანახი აქვს ვინაიდან პირდაპირ მიმოსვლა პარიზში შესაძლებელია უკვე და ბევრისთვის ეს საკუთარი თვალით ნანახი აქვს ასე ჩვენ თვალწინ განადგურდა ბატონო გია თქვენი ემოცია გაგვიზიარეთ პირველ რიგში თუ შეიძლება და რა გადარჩა რას მოგვიყვებით ამ თემასთან დაკავშირებით ახლა მე სამშვიდობისა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის თემა არის ძალიან ძიმე. ნუ ხელ ფაქტორით ჩათვალოთ რომ ამ ძინებიან და ბოლომდე უყურებდი რა ხდებოდა იმ ველოდი როდის შეწყდებოდა ეს რაღაცა საშინელება. მაგრამ საჩაიშალა ეს ვიოლე ლუკისა ეს შპილი ძალიან ძიმე იყო შეთვის ეს საოცარი ქნილება იყო ფაქტობრივად რომელიც ეს სიმბოლოა ზეცასთან ადამიანის კონტაქტისა იქ თვითონ ზაკეთებდა ეს არაჩვეულებრივი კაცი მე-19 საუკუნის არის ეს შპილის ხორაშორის ეს პინაკლი ესე იგი ეს საოცრება იყო გააკეთა იქ იმიტომ რომ პერიოდში როდესაც საერთოდ ეს საკეთებდა მის რესტავრაციას მე ამ ადამიანზე ლაპარაკობაში არ იყო პოპულარული გოთიკა სხვათა შორის და სწორედ მის შემდეგ წამოვიდა ეს ინტერესი. Όταν ჩემი ემოცია იყო გავუგიშდი, იმიტომ რომ თან ჩემ თავს ვეკითხებოდი, აი თქვა და ევროპაში რა არის, აი ისეთი რამ, რომელიც ყველაზე თავარ მნიშვნელოვან ობიექტს წარმოადგენს. ეს თუ ჩემში არეული იყო ხოლმე, რომელიც სან-პიეტრო ეს წმინდა პეტრე რომში თუ ვესტმინსტერი ყველაზე ნაკლებად თუ რომელია ესეთი რომელზეც ვიტყოდი რომ აი ეს არის ევროპის სახე და გუშინ რეალურად მივხვდი რომ რა თქმა უნდა ევროპის სახე არის ჩემი ქალბატონი ეს ნოტრ-დამ დე პარი ეს იგი ეს არის რეალურად ეს ყოფილა და დავინახე რომ მართლაც რაღაცა ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო თლიანად ევროპამ აი ამ ტაძრის დაწვით და ჩარს ლიბერაციონმა ერთი აბგერის ასობგერის შეცვლით გამოხატა ევროპის დრამაც ჩემი დრამა აბსოლუტურად სწორია იმიტომ რომ წარმოუდგენელი რაღაცა მოხდა ხა ჩემს რატო არის ეს ტაძარი გარდა იმისა რომ ხელოვნების ქნილება უნიკალური ეგეთი ძალიან მიყვარს გოთიკა რა ვიცი ეს ბავშვობიდან რაღაც ეს მიტაცება და ეს როცა გავიცნობიერე რა იყო გოთიკა და მე რომ მით უმეტესად დავუკვირდი რა საოცარი ანსამბლურობა ახასიათებს ამ საოცარ სკოლას სხვაშორის მას თავისი შემქმნელი ყავს არ გეკონოთ რომ ეს ჰაერში დაიბადა მას ყავს ესეთი აბატი სიგერიუსი რომელიც ადგა და ჩამოყალიბა თეორია პირდაპირ გაგებით სხვაშორის ბერნარდ კვერველს უპირისპირდებოდა ამასთან დაკავშირებით ეს დიდი სკოლასტიკოსების ჭიდილი იყო ამასთან დაკავშირებით გადაწყდებოდა ეს სტილი იქნებოდა თუ არა წმინდა ბერნარდი ამბობს წმინდა ბერნარდი თითქმა სხვაშორის ის არა მისი მოპაეკრი არა ეს გზა იქნებოდა თუ არა სწორი უფალთან მიახლების ეს შვენიერების გზით აღმასვლის გზით თუ პირიქით ეს იქნება წარმართობასთან მოbrunება რომ ასეთი ლამაზი რაღაცები და ფორმები ადამიანს ხوار დააბნევს და ხوار მოწყვეტს სულიერ სამყაროს წმინდა ბერნარდი ამბობდა და ნუ გაიმარჯვა ამ შემთხვევაში სწორედ აი შვენიერების გზამ და ამის ერთ-ერთი შედევრი იყო სხვაშორის სენ-დენის მონასტერი პირველი სენ-დენი მისი იდეასთან იყო დაკავშირებული ეს სხვაშორის არის რაც მახსოვს ლუდოვიკ მეშვიდეს აი პირველი ქმარი არის სხვაშორის ელეონორა აკვეტანილის სამი ქალიშვილი გაუჩინა და გაგიშტა მე სადარი გასპიჩებს ავადეს აკვეტანიელი თელი ევროპის დედაა ფაქტობრივად ასე გამოდის პირველი ქმარი იყო ისი ხო და აი სწორედ აი იმ პერიოდში აშენდა და აი სენ-დენის მონასტერი ხა სენ-დენის მონასტერი კი წამოვიღე მაგრამ არა მონასტერი თუ არ წამოვიღე სენ-დენის გამოსახულებას გაჩვენებ ძალიან საინტერესო გამოსახულება სხვაშორის ნოტრ-დამში ეს აი ეს ესეც მინდა დიონისე ასე ვთქვათ ქართულად თუ ვიტყვით ქართულად კი არა უფრო ჩვენებურად აი ეს მოჭრილი თავი მოკვეთილი თავი ეს მისი არაჩვეულებრივი სახით აი აქედან სწორედ ამ ტაძრის ისი სახელიც ამ ტაძარს აქვს მოდის სწორედ გოთიკა გონერ მომასწარით ჩვენება ხო ვნახოთ დიახ
ამაზე ხა სენდენიზე არ გვინდა ლაპარაკი და რეალურად მე ხოთ იმიტომ ვახსენე სენდენი რომ უბრალოდ და ყველაზე მნიშვნელოვანი მეფეები სწორედ სენდენიშია დაგზავნა თავარი საძვალე ეს მათია და რა შეიძლება კონკრეტულად ამას აი მე დამემართა ის რაც აი მივხვდი რომ რაღაცა ემართება ევროპას ვერ მიხედა ევროპამ თავის ალბათ სულიერ საყრდენს რა და ვარქვა ძირს და გულს თუ რა ვიცი ყველაფერი ყველა არ ეკურთხა აქ იმპერატორად ევროპის იმპერატორად ნაპოლეონი ეს ხო უცნაური კაცი იყო ნაპოლეონი არა ეს არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი მე მგონი საერთოდ არ იყო ადამიანი რაღაც ესეთი კუთხით თუ შევხედათ იმიტომ წარმოედგინეთ სწორედ იმ პერიოდში როდესაც მე ყოფილიყო ევროპის დედაქალაქად თუ გაქცეულიყო ხო პარიზი სწორედ იქ მოხდა მისი კურთხევა და თვითი კოლონიზაციასა თვითონ დაიდგა ეს აი ბატონ გია რატი ხოდესაც პირველი კადრები დავინახეთ ხო პირველი რეაქცია იყო რომ ალბათ ტერაქტია მე მაგალითად რაღაც ესეთი განცდა იყო რომ როცა რამე საშინელებას ხედავთ არის ყოველთვის ტერაქტი დღეს პირველად ინფორმაციით პრაქტიკულად გამორიცხა საგამოძიებო უწყებებმა სხვადასხვა საგამოძიებო უწყებამ საფრანგეთის რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტერაქტი თუმცა გაუფრთხილებლობის მუხლით არის ტაძართან მიმართებაში იმიტომ რომ არ მიყვარს სტატისტიკა მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი ტაძრების წვა და ხანძარი პირდაპირ დაკავშირებულია ჰეროსტრატეს ფენომენთან და ან გარკვეულ სიგიჟესთან სიშლეგესთან ან დიდ ავანტიურასთან ან დიდ ბრძოლასთან კონკრეტულად ტაძართან, მის ცენტრთან, მის გულთან და ასე შემდეგ და ეს ბუნებრივი განცდა, როდესაც ადამიანი ყველანაირი შეთქმულების გარეშე ეძებს, ასე ვთქვათ, პარალელებს ისტორიასთან, რადგან ეს ისტორიული ფაქტი იყო, ჩვენ გვინდა არ გვინდა, ჩვენ გუშინ უყურებთ ისტორიას. ისტორიული მნიშვნელობის მოვლენას. მე პირველი რაც გამახსენდა, არ ვიცი, რატომღაც ზუსტად ამ ტერიტორიაზე, ზუსტად ამ ადგილზე, ამ სიტეს მიდამოებში ადამიანი თუ ასე ვთქვათ ტაძარია ღვთისა, აქ დაწვეს უკანასკნელი მაგისტრი ჟაკ დე მოლე და აქაც წვასთან და ცეცხლთან და ქრისტიანობის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიმდინარეობასთან იყო საქმე. და ეს გამახსენდა ჩემი ასოციაცია. რამდენიმე მეტრია იქიდან ეს დაწვის ადგილი. ბატონია, შეგიძლიათ მოგვიყვეთ აი ჩვენს მაყურებელს, ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის, უთხრათ რა გადარჩა, რა დაიწვა. რამდენადაც მე ვიცი, ესე იგი თვითონ აფსიდის ნაწილი, აფსიდი აი ეს ნაწილია. ეს არის სწორედ აი უკანა ხედა. ეს უკანა არ არის, ეს არის აღმოსავლეთია. მაგრამ წინა ფასადური ცენტრიდან გამოგინარი როგორც ჩვენ მივადგებით აქედან. აი ეს არის სწორედ აი თვითონ ეს ამში კონტრფოსტები და არგბუტანებს უჭირავს სწორედ ეს აი ეს არაჩვეულებრივი ეს და ძირითადი ეს აფსიდი. აი ეს სწორედ აი ეს ვიტრაჟები განადგურდა, სახურავი რა თქმა უნდა და პინაკი როგორც გითხარით, ეს თლიანად. რა თქმა უნდა თქვით რომ ეს 19 საუკუნის. ეს 19-ია ვიოლე ლელუკის გაკეთებულია, ეს უნიკალური კაცი იყო, უნიკალური მე მის ბიოგრაფიას ვიცნობ და ეს ფაქტობრივად რესტავრატორი და თვითონ მოქანდაკე და არქიტექტორი და ისეთი თამამი ადამიანი სხვათა შორის და აი ეს ნაწილი სხვათა შორის რომელიც აი უნიკალური მოზაიკა, ყველაზე მოზაიკა კი არა ვიტრაჟია, რომელიც უნიკალური ყველაზე დიდი 13 მეტრი დიამეტრის ეს ის დაზიანდა ძალიან სერიოზულად, ქვედა ნაწილი კი ახალი იყო, მე-19 საუკუნე იყო, მაგრამ თვითონ ვარდული იყო ეს უნიკალური ყოვლად. მაგრამ აი შიგნით რაღაცა ნაწილი კიდევ აქეთაც ცოტა დაზიანდა ჩtildeოეთის მხარე ეს არის დაზიანდა მე გაჩვენებთ რომელი ეცით აი მაინც წარმოგვიდგენა რომ შევიქრათ აი ეს დაზიანდა ძალიან სერიოზულად აი ეს არის სამხრეთის აი ეს არის ეს გაჩვენეთ სწორედ ეს დაზიანდა სამოქის ვეგეტაცია ხო ეს არის ხო საიდანაც ჩtildeოეთი კიდე სხვა და აი ეს არის უნიკალური აი საოცრება აი თვითონ რა არის ვიტრაჟი ეგ მაოგნებს თავისი არსით თორე პირველი ვიტრაჟი თუ სამე განვითარდა აქ და შარტში ხა მე და რატის მიყვარ შარტის ხშირად საუბრობდით ხოლმე როცა უფრო ხშირად ხდებოდით და შარტი სწორედ დაკავშირებულია გარკვეულ ფილოსოფიურ წრესთან, ესე იგი სქოლასტიკურ და ნეოპლატონურ სისტემებთან და სწორედ იქ დაიბადა ეს ვიტრაჟის იდეა. ვიტრაჟი ეს მინაა ხო და მინა ამავე დროს ბროლი ხო და ბროლი არის კრისტალი და კრისტალი გაშურდება თავისი სიტყვითი წყობით კრისტალი ქრისტეს. ფაქტიურად ეს ტაძარი ყოფილიყო ქრისტეს ტაძარი. კრისტალი იყოს ქრისტეს ტაძარი. ქრისტეს სხეული. ხდებით ამ ვიტრაჟი ფაქტიურად არის ქრისტეს კრისტალური სხეული. ესე იგი დაკრესტა რომელშიც შედის როგორც ღვთისმშობლის სასოში მზის ნათელი, ოღონდ არ არღვევს მის ქალწულებრივ მთლიანობას. აი საოცარი ხატება ძალიან ბევრი ნიშანი აი აქაც აი ამ არაჩვეულებრივ
ვიტრაჟი. ეს განადგურებული. კი, ის აი თქვენ ნაწილი არის ხო, რეალურად ეს გადლა. თან 83%-ზე მეტი ეს ძველია. მე-14 საუკუნე. ეს რეალურად წარმოიდგინეთ, რომ ეს უნიკალური ტექნიკა იყო სწორედ ამ ვიტრაჟების ვიტრაჟი ძალიან რთული ტექნოლოგიაა. აი ერთ-ერთი ყველაზე რთული ტექნოლოგია, არა საერთოდ ბევრი რთული ტექნოლოგიები არსებობს, ვიტრაჟზე რთული მე არაფერი არ ვიცი. აი შემსეკრეტოს ყოველთვის შემთხვევით ვსაუბრობ, აი რომელი რთული ეს თუ მოზაიკა. სიმართლე გითხრა მგონია რომ ეს და მოზაიკაც ურთულესია. ძირითადად მოზაიკა ძირითადად გავრცელებული იყო რომიდან გამომდინარე სამხრეთის ტერიტორიებზე, ხო, ჩრდილოეთში, რა თქმა უნდა, აი სწორედ პირველში რა თქმა უნდა აბატი სუგერიუსის და მე უკვე მორის დე სული ვინც ააშენა, ვის იდეაც ეკუთვნოდა, აი ეს ფასადი სწორედ აქ ეს გადარჩა, რა თქმა უნდა ღვთისმადლით გადარჩა, მე რამდენად გადარჩა. აი ეგ არის ხო? ალბათ ახლა რატო ჩვენ საუბრობთ რომ შენ ლაპარაკობდი სწორედ როგორ უნდა თქვა ეკობინელებს მისი განადგურება, ხო და ვინ გადარჩინა, ეგ არის ძალიან საინტერესო. სწორედ მაქსიმilian რობესპიერმა გადაარჩინა. ეს პარადოქსია, რომ და როგორ ჯერ მოვიდნენ ისინი პირდაპირ და აი ეს 28 ქანდაკება, რომელიც განასახიერებს 28 წინაპარს მათეს მიხედვით სახარებაში მაცხოვრისა, 28 მეფეს, თუ შეიძლება ასე თქვას, ხო, 28 ამავე დროს განასახიერებს თვარის დღეებს, ფეში, ფაზას, არა, დღეებსაც და ფაზასაც განასახიერებს თან ღვთისმშობელს, იმიტომ თვარე ღვთისმშობელია, ხო, ღვთისმშობლის ტაძარი ამავე დროს განასახიერებს ვერცხლს. ვერცხლი განასახიერებს ამავე დროს თუ ალქიმიურად შეხვდა სხვა ალქიმიური ტრაქტატია, ფავი ჩათვალე, განასახიერებს ვერცხლის წყალს და ვერცხლის წყალი კიდევ არის მთავარი პირდაპირ ალქიმიური ელემენტი. რომელიც ეს უკვე გადავიდით ცოტა ესეთი სიმბოლიკაში, ხო და წამოყვეთდი ახლა. ხო, ცოტა რთულია და აი რომ მოვიდნენ ისინი პირველს გაკეთეს თავები დააჭრეს. თავები უყვარდათ ცხოვრებაშიც ამავე დროს თავების გილიოტინით. რა უნდა და მაგრამ აი მაშინ საოცარ რაღაცა გააკეთა რობესპიერმა. ნუ მარტო ამისთვის შემიძლია პატივიცე. სხვა თავი რა დავანებოთ არასხებთან დაკავშირებით მაქვს ბევრი პროტეზები. აკი თუ თქვა რომ გადავარქვათ სახელიო და არ გვინდაო თორემ რა თუ უკვე მართლაც მოფიქრებული ქონდათ როგორ ააფეთქებდნენ ამას, მაგრამ არ იყო წვია წამალი სხვა შორის. და გადაარქვა სახელი და სახელი ახსოვს რა სახელი დაარქვეს? გონებისა და აზრის ტაძარი. რაციონალიზმის ტიპური რაციონალური სისტემა რა სქემაზე უტოპიური სისტემა და კარგი სახელია სხვათა შორის და გადარჩა იმ მომენტში და ასე რომ მოვიდეს ქანდაკებები გადარჩა ბუნებრივად თუმცა თავი შეინახეს თავი შენახული იყო საკმაოდ დიდ ხანს სენსულ პირში იყო რამდენიც მახსოვს თუ არა შეიძლება მეშლება და შემდგომ აი სწორედ ლელუკმა გააკეთა მე მისგან აღადგინეს ქანდაკებები და როგორც ხედავთ უნიკალურია ხო უმნიშვნელოვანეს ეს გადარჩა თავიდან ბოლომდე ჩვენ და საბედნიეროდ გადარჩა აი გაჩვენეთ კიდე რა გადარჩა თუ კარგად ჩანს არ ვიცი ესენი აი აქ არ ვიცი ამდენ კარგად ჩანს ქანდაკებები ჩანს აი აქ ეს არის ლელუკის პერიოდში გაკეთებული ხო აი ლელუკის აი ეს ქანდაკებები არ ვიცი აი თუ ხედავთ ეს 15 წალი მოხსნეს და წაიღეს არასტარაციად ხო და აი ესენი გადარჩა ღვთისმადლით კიდე კაი გადარჩა ძალიან ბევრი გურგულიები და ესენი გადარჩა რა ქვია ასეთი ქიმერები რომელიც ასევე სხვა შორის მოფიქრებული არის გენიალური კაცის მე და რაც ყოველთვის თავარია გადარჩა აი ეს ფასადის ნაწილია ყველაზე ძველი რელიეფი ყველაზე ძველი გაჩვენებთ ახლა ეს სად არის ერთი წუთი გავჩერდები და აი ერთი წუთით აი შეხედეთ სად არის აი ეს არის აი აქ არის ეს არის ღვთისმშობლის დედის ანას სახელობის პორტალი ეს არის მეორეთ მოსვლის პორტალი ხოლო ეს არის მარიამის პორტალი მარიამის პორტალს თუ დააგვირდებით სახურავი აქვს იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ იგი სახლია უფლისა თვითონ მისი დაცულობა აქვს ხო მარიამის ძალიან საინტერესო აქ ანას პორტალია და ანას პორტალზე სწორედ გამოხატულია წმინდა ანაზეა ლაპარაკი გამოხატულია აი ეს ძალიან სიმბოლური თემა თვითონ ღვთისმშობელია ყრმა იოსებთან ერთად წარმოდგენილი და თვითონ თავარი ეპისკოპოსი იმდროინდელი პარიზისა ესე იგი ეს არის მორის დე სული აი ეს გახლავთ აი ეს ადამიანი გახლავთ ხოლო აქეთ არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში ნუ მნიშვნელოვანია ესე იგი ფილიპ ავგუსტი ესე იგი ის ადამიანი ეს არის ლუდოვიკ მეშვიდეს ვაჟი რომელმაც ფაქტიურად ააშენა დიქტატორი რეალურად მათ ორივეს ხელთ უპყრია თავიანთი მიძღვნები აი ხედავთ აი ფოლიანტის სახით ესე ძალიან სიმბოლურია და აქეთ ისტორიკოსი როგორც წეს
ქრონისტი საოცარი ქნილება რელიეფერი უმაღლესი დონის რა თქმა უნდა ჩვენ ავტორი არ ვიცით მაგრამ უნდა თქვა რომ ეს არის უბედნიერისი რამ რომ აი ეს რელიეფი პრობლემის გარეშე გადარჩა იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის ეს უკვე მართლა რეალური ტრაგედია იქნებოდა ამავე დროს ერთ რამეს დავამატებ ამ მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო თხრობას რომელსაც თავად გია უძღვება, იმიტომ რომ მე მქონდა ბედნიერება მასთან ერთად ყოფილიყავ ფლორენციაში, ეს ცალკე გადაცემის თემაა, ამით არ დაგვთავთ. ლიტერატურის მნიშვნელობაც, მიუხედავად ძალიან დიდი მნიშვნელობისა, არქიტექტურისა, კულტურისა, თავად ჰიუგოს ამავე სათაურის, ამავე სახელწოდების მნიშვნელობა, რადგან უამრავი ადამიანი თელ მსოფლიოში წიგნით, ინტელექტუალური ელემენტით, ინტელექტუალური თხრობის ელემენტით ნამყოფია ამ ტაძარში. აბსოლუტურად გეთახმები. კვაზიმოდოსთან, ესმერალდასთან ერთად. ანუ აქ წიგნიც იწოდა და თითოეული ჩვენთან ყოფილიყო ამ ტაძარს ამოდელი მნიშვნელობა არ ექნებოდა. პირდაპირ შემიძლია თქვა, მივხვდეთ ჩემი სუფთა ვიზუალური ცნობიერებისა და აი ყველაფერი ჩემთვის თვალით გაიზომება, რო ყოფილიყო ჰიუგო, ეს იყო აბსოლუტურად გეგმაზომიერი მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ამ ტაძრის ფუნქცია უნდა დაებრუნებინა და ეს ფიქრობ, რომ გარკვეულწილად ძალიან სერიოზული ნაბეჯი იყო მის მიერ გაკეთებული, არ გამორიცხავ გარკვეული პოზიციიდან გამომდინარე. ცნობიერად, იმიტომ რომ იაკობინელებთან მისი ურთიერთობა, მასონურ წრეებთან მისი ურთიერთობა და მოგეხსენებათ ის საკმაოდ მაღალი რანგის მასონი იყო. სწორედ აი გვაძლევს საშუალებას თქვა, რომ რაღაცა გარკვეული ხდებოდა, იმიტომ რომ თვითონ აი ხა რატი მახსენდა ჟაკ დე მოლე და სწორედ ის ადგილი სადაც ტამპლიერების ძირითადი ბირთვი ფაქტობრივად ხელმძღვანელობა დააწვეს, ხო? მოგეხსენებოდა იაკობინელებს სწორედ ერთ-ერთი ვერსიით, იმიტომ რომ იაკობინელები ჟაკიანელები არიან, იაკობ დე მოლეიანელები არიან. ისინი უპირისპირებდნენ სამეფო ძალაუფლებას, ხო? ამ შემთხვევაში მონარქიულ სისტემას. ესეთი იდეა იყო, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა შეიძლება ასეც არ იყოს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიათაგანი ეს არის. ამიტომ რეალურად გარკვეული აგრესია თქვა ამ მონარქიული სისტემების მიმართ რომელსაც აფილირებული უკავშირდებოდა აი ეს ტაძარი ხო რეალურად გარკვეულ აგრესიას იწვევდა აი ამ თქვა აი პარული წრეებში რომელიც უფრო რაციონალიზმზე და ანალიზზე იყო დაწყობილი და იმიტომ დაარქვეს ხო ჭკვიისა და გონების ტაძარი და სწორედ ამ შემთხვევაში ჰიუდუგომ გადადგა აბსოლუტურად სხვა ნაბიჯი შემოატრალა იგი და ადამიანური ფაქტორი შეიტანა შიგნით და ვფიქრობ ეს იყო სრულიად რაციონალურად გაკეთებული ფაქტობრივად პირდაპირ ვამბობ რომ ეს იყო გაცნობიერებული პოზიცია ისაც ჯონ რესკიმმა გააკეთა ინგლისში და ბრიტანეთში იმიტომ რეალურად მან სწორედ გოთიკა ამოწია თუ გახსოვს გოთიკა ფაქტობრივად გოთიკით დაიძლია ბაროკო და როკოკო ხო რეალურად და აი ეს ამ შემთხვევაში უნიკალური რამ გახლავთ ეს ფოტოს რაღაცა შემზარავია ხო აი ნახეს ქანდაკებებს დააკვეთეს ეგრეთ როგორ მიტოვებულები არიან შეხედე ესენი მაგადარჩა ნუ ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოს მიხედვით ეს ბოლო დაგებულია. ეს ფოტო როდის დაგეჭდეთ? ასეთი სისწრაფე. ოპერატიულად. აშკარად ოპერატიულად გაგდაბეჭდილი. ხო, მოყურებდი და ანუ ეს მე მთელი რამე არ მძინებია, როგორ გითხრათ, ხა თამიდა ბევრი რამე ვთქვა, ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რამ. შიგნით რო შედიხარ, პირველი გზნობა რაც გეუფლება, ხო, გოთიკასი გახასიათებს, შენ უნდა აიმაღლდე. შენ შედიხარ ბროლის ტაძარში. აი ბროლის სასახლეში ხო? ოღონდ ეს ბროლი ქრისტესთან არის. ის ფერადოვნებები, რომელიც სხვა აი ამ ფანტასტიკური ვიტრაჟებიდან მოდის და მე ამას ემატება სხვა სტიქის, ჰაერისტიკის ზემოქმედება შენზე. ჰაერისტიკის მილებში რო გადის ხმის სახით ხო? წარმოიდგინე რას გიშვება, სულს რას უშვება და რიტუალი თავისთავად საოცარი რიტუალი. ხო და აქ ორგანზეც მინდა თქვა, ეს ორგანი ხო უძვირი აქ როგორც ჩვენ გვეუბნებიან ცოდნეები ამ საქმის სამი ორგანია მოკლედ ტაძარში და ორი დიდი, ერთი პატარა, ხო? აი დიდი ორგანი თითქმის გადარჩა, აქ სხვადასხვა კუპერენი უკრავდა და ეს გახლავთ ეს თავარი ორგანი, ეს არის სწორედ ჩრდილოეთ მხარე, ჩვენ შესასვლელი თავზე რომ არის და ეს ვიტრაჟი დაგვიგვირებული. ფასადის მხარე ეს? ამ ვიტრაჟებს უნიკალური თვისება, მინიმალური განათების დროს ინარჩუნებენ შუქს. შუქის მეხსიერების მატარებელნი არიან და ხამეშიც კი ანათებენ. 19 საუკუნის რამდენიმე მილია შემორჩენილი. რამდენიმე ათეული მილი. აქ 8000 მილამდეა ჩართული და წარმოიდგინე რა ეხლა უკვე ელექტრონულია რა თქმა უნდა თვითონ ჰაერის მიწოდება მაგრამ საოცრება პირდაპირ შემიძლია თქვა და როცა ის ღერს სხვა რამე გემართება აბსოლუტურად ნუ გამაუგრებელია თვითონ სირთულითაც თავისთავად ეს წარმოიდგინეთ ტაძრის იდეა გულისხმობს აი გაერთიანების იდეას ყველა ხელოვნება ერთად
იქ რომელიმე ხელოვნება კი არ ბატონობს რომელიმე წესი მუსიკა ხატრობაზე ამ ხატრობა არქიტექტურა ყველაფერი ემსახურება ერთ იდეას სინთეზის იდეა ლიტურგია ტექსტი ყველაფერი მიდის უფლის სადიდებლად და ხოდ მიმართება მისი არის აღმასვლა და ეს არის. სხვადასხვა ის ფასადი, რომელიც ახლა ჩვენ თავიდან ვნახეთ, ხო? ფასადი ჩაფიქრებული ასე იყო, თვითონ მორის დესულის მიერ, მაგრამ ამას 3 საუკუნეზე მეტი დაჭირდა. ეს ნაწილი განადგურებულია, ეს დაზიანებული, ეს თავი და ეს ნაწილი სულ დაზიანებული. ეს კიდევ სხვა ვიტრაჟია, ხო? იგივე ვიტრაჟია, რომელიც დაზიანებული, ამის სხვა კუთხიდან გაჩვენებთ. ხო. ხო და ეს ნაწილი დაზიანებული და სწორედ აი ისეთი საოცრებაა, რომ შედიხარ შუქი არ ყოფნის თითქოს თავიდან იცი ბნელა იმიტომ საერთოდ ან ტაძარში შედიხარ აქ ასეთი შეგრძნება უნდა გქონდეს ისე უნდა იყოს რაღაცა საღამოს ნაღველი ვიცი შუქი რომ მე ნელა თვალში აჩევდა თითქოს ლოცვის მედიტაციურ ხასიათზე შედიხარ ეს მას აქვს ძალიან მნიშვნელობა და ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული ფორმები ეს არის პირველში სულის სამშვენიო მდგომარეობა ხო და იწყოს ეს სფერები მუშაობას სხვანაირად თუ და მსხივი მოხდა ხო დაიწყოს მე 10 ნელა იკვეთება ის რაც განსაკუთრებია და რაც დასანა ხო და ეს აჟღერდება შეთანი ზაინთება ოღონდ შენ ამასთან გახსნილი სულით უნდა შეხვიდე და აი ამას ეხმარებოდა ბუნებრივია და შპილები იყო ზევით იმის თავზე რომელიც ვერ გააკეთეს საბოლოო ჯამში და ალბათ რაც იყო საჭირო და გააკეთა მე ეს პინაკლი როგორც გითხრათ ვიოლეტი ლელუკმა უნიკალურმა კაცმა და რა ვიცი მე მაინც გონია რომ აქ ლაპარაკი არის სწორედ იმაზე რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გვაქვს საერთოდ ფაქტი რომ აქ შეიძლება არც ტერორისტი არ არის თუ რა არის მაგრამ ფაქტია რომ დიდი დარტყმა ევროპის თლიანობის იდეასთან კავშირებით მე ასე მგონია იმიტომ რომ მაგრამ თან ისიც შეიძლება იყოს რომ სწორედ თელმა ევროპამ და კაცობრიობამ შეგენებულმა დასავლურ ევროპამ მოინსუროს და ამ ტაძრის თავისად განიცადა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მე მგონი მოხდა ეს თავისად განცდა და ერთიანობის განცდა იყო მნიშვნელოვანი სწორედ ამ ტაძართან ეს იმიტომ რომ რეალურად ამის დაკარგვა არ ეპატიება ევროპას შემიძლია პირდაპირ თქვა და საერთოდ შეგენებულ კაცობრიობას ეს არ არის დასაკარგი დასარი ეს ნამდვილად არ არის დასაკარგი დასარი ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის სულიერ მოვლენა და ლიტერატურაზე მშვენიერია თითქოს ლიტერატურაშიც ამაში თქვა არ მონაწილეობდა ამ ძალითა და ამ არაჩვეულებრივი საერთოდ ძალიან საინტერესოა ვიზუალური ხელოვნების გადასვლა ლიტერატურაში, პოეზიაში და მე კვლავ უკან დაბრუნება, ხო? ჰომეროსი იწყებს ამას, როდესაც აღწერს ის მაგალითად აქილევსის ფარს. და როდესაც ვიზუალური ხელოვნების ჰეფესტოს გამოჭედილის დედამის თხოვს, რომ პატროკლოსის სიკვდილის შემდეგ გამოუჭედოს მას ფარი და დედამისი მიდის ჰეფესტოსთან და ჰომეროსი აღწერს აქილევსის ფარის გამოჭედვის სცენებს და ეს სცენები მოცემული გვაქვს ჩვენ ლიტერატურული ტექსტით, პოეზიით. მერე უამრავი მხატვარი ცდილობს აღადგინოს ის ლიტერატურული ტექსტიდან გამომდინარე. მე მოვა მე-19 საუკუნეში ჯონ კიტსი და დაწერს საოცარ ოდას, მაგალითად ბერძნული ლარნაკისადმი, ოდა ბერძნულ ლარნაკს, სადაც ის თავად ხატავს, ის შეესწრება, ასე ვთქვათ, კოლონიალური ბრიტანეთის, ასე ვთქვათ, მონაპოვრებს, ხშირად ძარცვის შედეგად, ხშირად გარიგებების შედეგად ჩამოტანილს ინგლისში, ბუნებრივია. ბრიტანეთის მუზეუმში შევძენდეს, ყველაფერი ნაკურდალია. და ის ხატავს თავისი ხელით ჯერ ამ ლარნაკს და მე იწყებს ამ ლარნაკის პოეზიად ქცევას, სიტყვად ქცევას. მერე პრერაფაელიტები გადაირევიან კიტსზე და მის დაწერილ ტექსტებს დახატავენ. მის ლექსების ხატვას იწყებენ. ანუ ეს უწყვეტი ჯაჭვია, სადაც ტაძარი ხდება ტექსტი, სადაც ტექსტი ხდება ტაძარი. მუდმივად ლიტერატურაში არის ესეთი ფორმა, თუ რავის ასე შემოშევრი, ექფრაზისია ბერძნულად. ექფრაზისი. ეს არის როდესაც ნახატს აღწერენ. ნახატი აღარ არსებობს, მაგრამ იგი აღწერით ვიცით. და ეგ არის ლიტერატურული ფორმა, აღწერენ ნახატს, რომელიც აღარ აი მაგალითად სიტყვაზე კი არსებობს, მაგრამ აი ექფრაზისი არის გალაქტიონის ქება და ქება ნიკორწმინდა. აღწერა ფაქტიურად რა და ტაძრის აღწერა. ჩვენ მაგრამ ჩვენ გვაქვს და ვიცით, მაგრამ აღწერები შემორჩენილი საერთოდ არ არის, მაგალითად რას ხატავდა თქვა რომელიმე აპოლოდორისი ან რომელსაც დიდი მხატვარი ხო, პერიკლესის პერიოდის ან თქვა და ხო, პრაქსიტელის ქანდაკებები არც ერთი ორიგინალი არ ვიცით ხო? აი ჩვენ რომ დაუბრუნდეთ ისე ვთქვათ იმ
იმას რაზეც საუბრობდით. ანალოგები თუ აქვს ნოტრ-დამს? გოთიკას რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ აი რას გავს, რა უსწრებდა წინ, რა იყო შემდეგ, შეგიძლიათ ეს? არა, პირველ რიგში არა, ეს პროცესი იყო ძალიან ძლიერი. რა თქმა უნდა, სენდენი მევახსენე, ეს იყო პირველი ნიშანი, რომელთაც დაიწყო და ამას მერე მოყვა, ანუ პირველ რიგში რა თქმა უნდა, ეს საოცარი ამიენის ტაძარი, რა თქმა უნდა, ეს აღნიშნული ტაძარი, ეს გოთიკის შედევრია. რეიმსი, საფრანგეთია, რა თქმა უნდა და შანტრი. ერთგვარი მცხეთაა ჩვენ ანალოგიაზე როგორ ლაპარაკობთ. სვეტი ცხობის ხო, იქ სამეფო ის იქნებოდა სწორედ აი ჟანა დარკმა სწორედ იქ მეფე აღსახრება და სწორედ მაშინ შეიქმნა თუ შეიძლება თქვა საფრანგეთი როგორც სახელმწიფო როგორც შეგნება ფრანგული შეგნება იქ და შარტრი ეს კიდე საკიდუმალების სფეროა იქ არის საოცარი სხვა შორის იატაკზე საოცარი ლაბირინთი რომელიც ეხლაც კი წელიწადში ამდენჯერმე ატარებენ რიტუალურ ცეკვას ამ ლაბირინთზე მშობლო ხომ ეს შემორჩენილი როდინდან ეს მე-13 საუკუნე ფაქტიურად ესეც საინტერესოა და შემდგომ რა თქმა უნდა ფანტასტიკური გასხივებები ამის ეგ თვითონ რა თქმა უნდა იტალიის ტერიტორიაზე იტალიის ტერიტორია ჩრდილოეთ იტალიის განსაკუთრებით მილანშია მის შედევრი პირდაპირ გაგებით ამდენით 6 საუკუნე კეთდებოდა ეს ტაძარი ხო კათედრალია მილანის და რა თქმა უნდა გერმანული ტაძრები წარმოუდგენელი ულმის კერნის ესე იგი საოცრება პირდაპირ შტრასბურგის ჯობე ფრანგულად ხო რო ეწყინა ფრანგებს ხო სტრასბურგი გერმანელებს რომ არ ეწონათ ის ვერსია ხო? ხელში გადიოდა სულ ხო და რა თქმა უნდა იქ ის რომელიც ასევე და ერთი რამეა კონკრეტული ერთი არქიტექტორი მას არ ყავდა როგორც ასეთი ყავდათ ხუროთმოძღვრები ასე იგი რეალურად რომელიღაცა დაწეს ვიღაცა აშენებდა სხვა შორის ეს საინტერესოა იდეის მართველი იყო რა თქმა უნდა აი როგორც აქ იყო დესული და ამ თქვა რომელიღაცა სხვა ესეთი მოძღვარი იდეური და დანარჩენი ასრულებდა ნაწილებს სხვა თქვა ამქრები ასრულებდა და ამქრები იყო საოცარი პირდაპირ საერთოდ იმდენად ტექნიკურად დახვეწილები იყვნენ ესე წარმოუდგენელი არავითარი ელექტრონული საშუალება არავითარი ამწეები ყველაფერი ჯალამბარებით ხდებოდა რომ ამას ასრულებდნენ ფანტასტიკური შესაძლებლობის ადამიანები და ყველაზე გამაუგნებელი რა თქმა უნდა რაც აქ ინახებოდა ეს იყო პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენ იცით რომ არის მაცხოვრის ეკრატის გვირგვინი რა თქმა უნდა საშუალები და მოსასხამი თვითონ ლუი მეცხრესი ძვრის ნაწილი ხო ეს რომელზეც გააკრეს ხო ხო იმაზე ანუ ეს საერთოდ ლეგენდებზე და ჩვენთანაც იყო თქვა ერთი ნაწილი ნახებოდა აგერ მაგლისის ტაძარშიც მაგლისი ხო რაღაც ნაწილები გამოაგზავნა ელენე დედოფალზე ლაპარაკი მაგრამ იქ ხა ლუი მეცხრეს არ უყართ ხოლმე ფრანგებს ლუდოვიკ უფრო რუსული ტრანსკრიფცია ლუი მეცხრეს წმინდანთან არის დაკავშირებული ხო შე დედა იბერიელი ყავდა ბლანკა კასტილია და კასტილიელის იბერიელი მასისტოდა და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და სწორედ მის მიერ იყო აქ ჩამოტანილი თავიდან ეს გადატანილი იყო შენსაპელში ზუსტად მეორე მხარეს არის კონსენჟერი ასეთი ადგილია სადაც ეს იყო ფაქტობრივად თავარი მმართველობითი ცენტრი სადაც სასახლებიც იყო სამეფო სანამ აშენდებოდა თქვა ოტელი დრუო და ასე შემდეგ ეს კი უფლის სამყოფელი უფლის სახლი და აი სწორედ იყო ეს საოცარი ეხაც არის საოცარი ტაძარი ქრისტიანობის უდიდესი ისტორია საფრანგეთში ეს თვითონ სიტე ეს არის სასწაული და აი სწორედ აი ამ ტაძარში წმინდა ტაძარში წმინდა ასე ქვია სენ-შაპელ წმინდა კაპელაში უნდა ყოფილიყო ეს უნიკალური ეს გვირგვინი და ეს გვირგვინის შემდგომ თვითონ აი მარაჩობრი მეფის ლუი მეცხრეს ხელით გადმოტანილი ამ ტაძარში და აქ იყო დასვენებული მე არ მინახავს პირადად არც ვერც ერთხელ ვერ მოახერხე მისი ნახვა დაცული იყო განსაკუთრებული ხო გამოაქვთ ხოლმე თვეში ერთხელ პარასკევს მაგრამ ვერასდროს ვერ დაემთხვა ჩემი მისვლა ხაც უეძებდი ხოლმე დროს რომ მე ნახა მაგრამ ბატონია მე სადღაც ასე 2004 წელს ვიყავი გადაღებაზე საფრანგეთში პარიზში და ვეცადე რომ გადამეღო ეს პროცესი როდესაც გამოქონდათ იქ გადაღება აკრძალულია შიგნით და ეს რაღაც ძალიან ვეცადე რომ მაშინ დიდი კამერები ქონდათ თან და როხტარ მოხერხდა დამალვა და მარტივად გადაღება ფარული კადრების ან შეუმჩნევლად გადაღება არ მოხერხდა, ანუ ამ გითხრას რომ აქ არ შეიძლება გადაღება, მაგრამ მაშინ როცა ჩემ გვერდით ყოფ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ქართველი ემიგრანტი მეყვებოდა რომ ამ სიწმინდეებს შორის არის ერთ-ერთი ქართული სიწმინდე, ვცდილობდი რომ გადამეღო. ოღონდ არაფრით არ მახსენდება რა სიწმინდე იყო ეს. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია რა ქართული სიწმინდეა მათ შორის ამ სიწმინდეებში რომელიც გამოაქვთ ასეთი რუდუნებით ქრისტეს და ცოლშიც მე დავაკვირდები მაგას აუცილებლად თქვენ მეუბნებით მაგას არ ვიცი ნამდვილად გამოვიდეთ. ერთი რამე ვიცი რომ იქ ძალიან ბევრი
რელიკვიები ინახება, თქო, თვითონ აი ამ საკრისტერიოში, რომელიც ცალკეა და იქიდან გამოაქვთ ხოლმე, მაგრამ მე თვითონ ეს თვითონ გამოტანილი არც ერთი არ მინახავს, თუმცა გარედან შეფუთული და თქო შედგმული ეგ ეწოდებული წყალში ვიტრინებში ეს და მინახავს, მაგრამ თვითონ ეს რაც შეეხება მაცხოვრის ეს და მინახავს და მაგრამ ხარ თუ და ხეთმა ეს მაგრამ რასაც განყვებით ახლა რა თქმა უნდა ჩვენმა აუდიტორიებმა იცის რომ სანახავ ბევრი რამ არის მაგრამ ასეთი სასწაულებრივი ამ დრომდე ბევრი არ იყო თასოფლის აუცილებლად სანახავი ტაძარი იყო და იმედია დარჩება ხო მასეთად ანუ რაც დარჩა ის არის რაც იყო არ არის მაგრამ აღქმა იმისი რასაც თქვენ ყვებით როგორ ფიქრობთ შესაძლებელი იქნება ეს ტრაიკული დრამატული მომენტი ეხლა რამდენჯერმე მართლა იყო დაიწყო განადგურდა ხდებოდა ხოლმე ხო ასეთი რაღაცები ეს ბიოგრაფია მაგ ჩვენი შეცხოვლის გუმბათი რამდენჯერმე ჩაიშალა ვაშამ გამახსენინა თქვენმა ვაჟმა მნიშვნელოვანი ფაქტი მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის პირადი ბრძანებით უნდა განადგურებულიყო 45 წელს სანამ პარიზს დათმობდნენ ფაშისტები და ლუვრიც უნდა მიეწვათ, მაგრამ არ შეასრულეს ეს ბრძანება. რაიტერმა არ გააკეთა ეგ პარიზის ვინც იყო წარმომადგენელი არ შეასრულა. მაგრამ ყველაზე მთავარი მანდ რა არის რომ რა თქმა უნდა ის არ იქნება, მაგრამ ეს მისი ბიოგრაფია, ამ ისტორია, ამ არაჩვეულებრივ ადგილსაც მან ახლა გაიარა. მე ვფიქრობ რესტავრაციის დროს, მე ვფიქრობ ეს ბიოგრაფიული ნაწილიც უნდა დარჩეს, რომ აქ ეს მოხდა მას. ეს დაუმატებ, აქ არის საოცარი ხორუს, სადაც იყო, აი სადაც ძირითადად ხდებოდა ხოლმე ძირითადი რიტუალები. ის ყველაფერი არის ხის მაცხოვრის ცხოვრების მომენტები ახსენ ხეშია შესრულებული უნიკალური აი გენიალური ეს ფილიპე ლამაზის პერიოდია სწორედ იმ პერიოდში როდესაც ვინც დაწვა სწორედ ტამპლიერები სწორედ ის დაიწვა ძალიან ის ზევით ადგილი დაზიანდა ძალიან იქ ჩაიქცა სწორედ ეს პინაკლი ეს ზედანაწილი როცა ამობეროს იყო სადღაც 8 საუკუნის ხე ხო ეს ამ ნაწილზე აი მის ქვევით არის ეს ზუსტად იმის ქვეშ იყო ზუსტად ცენტრშია სა ტრანსეპტის კვეცა ტრანსეპტია ხო არის პირდაპირ ხო არის ნაუს ხო ნავი ხო მიდის ერთი ნავი სამი ნავი აქვს ხო და მე მას ტრანსეპტი კვეცას ჯვარედინა და ეს ტრანსეპტის საიდან კვეთაზე იყო სწორედ აი ეს ქორუს სადაც კეკეთავს ამას და იქ იყო ხეში შესრულებული უნიკალურად გაკეთებული ეს არის ფილიპე ლამაზის წოთის კაცია რომელიც თავის რომელსაც წევლის ცალკე ჟაგდემოლე ძალიან იყო დაინტერესებული ჩვენი ილია ჭავჭავაძე ჟაგდემოლის ცხოვრებით და მას თავის სახლში აგარაკზე საგურამოში რომელიც მეუღლე მაჩუკა რადგან უყვარდა ჟაგდემოლის ფიცი აქვს ნახატი სხვა შორის ეს ძალიან საინტერესო რამეა რომ უკიდეს მე ეს ვფიქრობდი რატო ილიას რატო უნდა და მაინდა მეც ეს რატო უყვარდა ეს ძალიან და ორი ვერსია მაქვს მერც ვიტყვი მხოლოდ ეს ბანკი მე ტამპლიერები ხო ბანკთან არიან დაკავშირებული ისინი ხო ბანკი საბანკო ბანკის ალგორითმი მათი შექმნილია. ისე კი წარმოიდგინეთ ჯვაროსნებები, რომლებიც მიდიოდნენ ინგლისიდან, შოტლანდიიდან, საფრანგეთიდან წმინდა მიწაზე იერუსალიმში, პირველად მათ მოიფიქრეს მათი ქონების მიბმა ვექსილებზე და ამ ქონების, ასე ვთქვათ, ამ აბსტრაქციის წმინდა მიწაზე, იმიტომ რომ ეს ქონება ხო არ მოხდება, მათი განაღდება, მათი თვლა ეს თან ტამპლიერები და თან ბანკირები არიან. ვიტრაჟებიც მაგალითად ყველაფერი ეს საოცარი ხალხია ეს თვითონ ეს ტამპლიერები და ამიტომაც ვერ მოიწმინა და მოსვემ და ძალიან დიდი მიეცა დიდი ფული ქონდა სინამდვილეში მათ კი ქონდათ ეს საშუალებები მაგრამ ეს იყო ტრიალში სულ მოძრაობაში იყო და ეს მომენტი ეთყობა ილიას ძალიან მოწონდა რომ აი ესეთი ეს იდეა იყო ჩადების სხვა შორის მარტო ეგენი არ იყო ვექსილების იდეის ასეთი აპოლოგეტები ტამპლიერები და რა თქმა უნდა ჩვენი ილია 19 საუკუნეში 19-20 საუკუნის ზღვარზე იგივე თქვა მედიჩების ხო მთელი კლანი ბანკირები არიან რეალურად და თუ კი რამეს აკეთებდა იტალია ფლორენცია სწორედ დგას ხო ბანკირებზე და ეს რა თქმა უნდა არის პილოტი მედიჩების სწორედ ეს სისტემა მადლობია ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის ყველა სულიერს აქვს თავისი ბიოგრაფია ხომ და აღმოჩნდა რომ ამ ტაძარსაც აღმოაჩნდა ასეთი ტრაგიკული რაღაცა ეპიზოდი და მოდი ჩვენი კალბატონი გადარჩება აუცილებლად გადარჩება და იქ შეიძლება მანასანამ ერთს გასვა მადლობა გიას რომ ასე ვთქვათ ჩვენ ეკრანებიდან Facebook ლაივებიდან შევედით შიგნით არა მარტო სივრცულად, არამედ ისტორიულად დროითაც და დავინახეთ ეს ტაძარი, მის მნიშვნელობა
და მისი, ასე ვთქვათ, მასთან ჩვენი კავშირი. და რომ ჩვენ ყველანი ცალ-ცალკე კულტურაში მცხოვრები ადამიანი წარმოადგენთ ერთფრთიან კაცობრიობას და ეს ტაძარი და მისი ბედი შეიძლება მთელი კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი და ახლობელი იყოს. აი ეს არის ამ ტრაგედიის ერთიანი ევროპის სიმბოლოა ჩემთვის ეს ნაპოლეონიც იმიტომ ეკურთხა იქ. ჩემთვის ასეა. დარტყმამ ტაძარზე ევროპის ერთიანობის დარტყმა. აბა ეყოფა თუ არა ვაჟკაცობა და გონიერება ევროპელებს. გაერთიანდა. ნახოთ. მადლობა ბატონ გია, მე და რატი დავბრუნდებით ბატონ გიას დავამშვიდობებით დროებით. რეკლამაზე გავდივართ. ჩვენ დავბრუნდით ეთერში საინტერესო კითხვით, რომელიც ზოგადად არის ხოლმე ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა დროს საინტერესო თუ არა მუდმივად ხომ რატი, მაგრამ ამჯერად ეს კითხვა გასერიოზულა, სერიოზულმა არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობამ, რომელმაც კითხვა ჩასვა ერთ-ერთ კვლევაში. კითხვა ასეთ ფორმულირების გახლავთ, გვეშველება რამე? და აი ამის პასუხად კითხვა 58%-მა, არა თქვა 27%-მა, არ ვიცი თქვა 15%-მა კვლევის პრეზენტაციამ თვითონ გამჭვირვალობამ გააკეთა და საინტერესოა რომ ეს არის 20-თებრულიდან 5 მარტამდე პერიოდი, მათივე ცნობით კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 2087 ადამიანი გამოიკითხა, ხოლო ცნობილების ზღვარი 2.3%-ია. ეს კითხვა ხო არ გინდა რომ იგივე გამოკითხვაში ჩამბთო. გინდა ხო და აი მაგრამ ჩვენ ნოტრ-დამზე საუბრობდით და მე მას მგონია რომ იქ ეშველებათ. ნოტრ-დამესაც ეშველება, რაღაცას მოახერხებენ. აი ჩვენ რა გვეშველება თუ რა მე შენ რა პასუხს გასცემდი ამ კითხვას. მეც 58-ში გავიდოდი. ოპტიმისტებს შორის ხარ. გასაკურველია. მეც შემოგერტებოდი. და სხვა შორის არ გეკითხებიან ამას ქუჩაში? მომაბეზრებლად მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ხშირად დასმული კითხვა. და რა კითხვა, რა პასუხსელიან ხოლმე შენგან როგორ ფიქრობ, ხოცა ტრანსპორტში ხომ განსაკუთრებით? ტრანსპორტში, განსაკუთრებით ტრანსპორტში და რასაკვირველია ეს ირონიული კითხვა, ირონიული არა, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ეს არ აინტერესებთ ან ირონიის ხასიათზე არიან, არამედ იმიტომ რომ ეს კითხვა ძალიან დიდი ხანია ისმის. და ძალიან მომაბეზრებელია და ამ ასე ვთქვათ ბანალურობას, ამ ტრუიზმს ერთგვარად ამ კითხვისას მხოლოდ ირონიით უმკლავდება კითხვის დამსმელი. და გეუბნება რომ აი მაპატიე რომ რაღაცას ისეც გეკითხები, მაგრამ ეს კონტაქტში შემოსვლის საშუალებაც არის. გარკვეულ სასინჯის არის, რა ქვია, ურთიერთობის დამყარების, რაღაცის ინტერესის და ეს პრეამბულა ერთგვარი ასეთ ფორშპილია, უვერტურა ურთიერთობისა, მაგალითად ზღოლთან, მაგალითად ადამიანთან, რომელიც ქუჩაში შეხვდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდი ხნის უნახავ მეგობართან მე როგორც ყოველთვის ეტიმოლოგია ამ კითხვის მე როგორც ყოველთვის ასე ვთქვათ ნეგატიურ პასუხს ვაძლევ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში შემიძლია თქვა რომ არა ეს ჩვენი საქმე, ეს ჩვენი პირადი საქმეა, ეს ძალიან ინდივიდუალური საქმეა. არა ეს არ არის ის საქმე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლად სადმე გადაწყდება. ეს არის ჩვენი პირადი საქმე და ასე ყველაზე ადეკვატური პასუხი არის ამ თემაზე, რომ კი, გვეშველება თუ უშველით საკუთარ თავს, ხო? ტოლსტოისთან მივიდნენ ასე რუსი ნაციონალისტები და უთხრეს რომ სპასიამ ქართულად ვუშველოთ ლევ ნიკოლოზის ძევ ქართულად რო თარგმნოთ ბოლომდე რუსეთს და დაგვეხმარეთ ამაში. მან უთხრა რომ უშველით რუსეთს, როდესაც უშველით ჩვენს საკუთარ თავებს, ჩვენს სულებს და ჩვენს გულებს და ეს მთლიანობაში დაეტყობა რუსეთს. ეს კითხვა ყველა ქვეყანას აწუხებს უბრალოდ ამ შემთხვევაში რუსეთზე არ ლაპარაკი ამ წერალზე, რომელმაც გასცა პასუხი, რომ ეს ინდივიდუალური პასუხისგებლობის საქმეა, ინდივიდუალური გზა, ეს არ არის რაღაცა აბსტრაქცია, სადღაც პარლამენტში, სადღაც კოლექტივიზაცია, არამედ თითოეული ადამიანის პასუხისგებლობა არჩევნების დროს, არჩევნების შემდგომ არჩეულის გაკონტროლებაში ძევს ეს პასუხისმგებლობა და არა ვიღაცას გადაბარების და რაიმეს ლოდინის პასუხისგებლობა. შეიძლება რაღაც ძალიან ბანალურობებს ვამბობ, მაგრამ ეს პასუხისგებლობაა და არა რაღაცა მითოლოგია,
და არა რელიგია, როდესაც ჩვენ რაღაცას შეიძლება რელიგიური იმედით შეიძლება შევყურებდეთ სოციალურ ცხოვრებას, პოლიტიკურ ცხოვრებას. რელიგიური იმედით უნდა უყურებდეთ ჩვენს რელიგიურ ცხოვრებას და იქაც ძალიან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობები კონკრეტული ნაბიჯები და წარმოგიდგენთ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პასუხისმგებლობები სოციალურ ცხოვრებაში, კონკრეტულ ცხოვრებაში. აი, მაყურებელი გვისმენს ახლა ჩვენ და მათ შორის ძალიან ბევრია სავარაუდოდ ისეთი, ვისაც აქვს პრობლემა, აი ხვალ რა უშუალოს თავის ოჯახს, აი მხოლოდ თუნდაც გამოკვების თვალსაზრისით. ძალიან ელემენტარული პრობლემები აქვს და საჭიროებები, ხომ? ახლა ის როცა გისმენს და მასეუბნები რომ შენ უნდა უშუალო საკუთარ თავსაც და ქვეყანასაც, რამდენად აღიქვამს, რამდენად აცნობიერებს აი საერთოდ აი ამ თემას, ხომ? აი როგორ ფიქრობ რატი აი ამ ჩვენ მოცემულობაში, როდესაც ძალიან მძიმე სოციალური ფონია. აი სასამართლოებზე ფიქრის უნარი, შესაძლოა სურვილი განწყობა რამდენად აქვს საქართველოს მოქალაქეს. მე მესმის ეს და ამას ყველაზე კარგად იყენებს ხელისუფლება. ანუ ჩვენი სიღარიბით манипуляციას ყველაზე კარგად იყენებდა და ახლაც იყენებს ხელისუფლებები და კონკრეტულად ახლა ამჟამად ეს ხელისუფლება. რომ სიღარიბე არის манипуляციის მთავარი წყარო. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, ძალიან ასე ვთქვათ ჩვენი კონცენტრაციის, ჩვენი ფიქრის, ჩვენი ასე ვთქვათ აზროვნების, მოქმედების უმნიშვნელოვანესი ასე ვთქვათ მიზანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ცნობიერება გამოვხდოთ. ჩვენ პასუხისმგებლობები გამოვხდოთ. ჩვენ არ ვიფიქროთ ისეთ თემებზე, რაც უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს, როგორც მოქალაქეებს, როგორც ადამიანებს და ვთქვათ, რომ იცი რა, მე ღარიბი ვარ და მე არ ვიქნები სამართლიანი, მე ღარიბი ვარ და მე არ ვიქნები დემოკრატიული, მე ღარიბი ვარ და არ ვიქნები განვითარებაზე ორიენტირებული, მე ღარიბი ვარ და არ მექნება არანაირი პასუხისმგებლობები. ეს არ არის გამოსავალი. და პირიქით, ეს მხოლოდ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი საზოგადოების სიღარიბეს. პასუხისმგებლობა, შემოქმედება, ცნობიერების გახსნილობა და არა დაძინება სიღარიბის мотивაციით მხოლოდ გაგვაღარებებს. ცნობიერების გახსნა მხოლოდ საშუალება იქნება ამ სიღარიბიდან ამოსვლის. რასაკვირველია, ხელისუფლება ყოველთვის ეცდება, რომ რაღაცა 10 ლარით გადაწყვიტოს თავის პრობლემები და არა თავის ეფექტური საქმიანობით. როდესაც ის ეფექტურია, როდესაც ის მნიშვნელოვანია, როდესაც ის განვითარებაზე ორიენტირებულია, პასუხისმგებლობიანია, ამას ძალიან დიდი რესურსი ჭირდება, ძალიან დიდი ძალა, მობილიზაცია, მომზადება ჭირდება და როდესაც შენ ერთი 10 ლარიანი კარტოფილით შეგიძლია ეს პრობლემები გადაწყვიტო და ეს არაფერი არ გააკეთო, რასაკვირველია გაწყობს, რომ შენ ქვეყანაში იყოს მუდმივად ღარიბი საზოგადოება და თქვა, რომ რა დროს სასამართლოზეა ლაპარაკი ჩვენ მოდი სიღარიბეზე ვილაპარაკოთ, ოღონდ მუდმივად და ამ ჩვენი განვითარების ასე ვთქვათ შეჩერება ხდება ამ манипуляციით. და შევქნათ წუხელი, რომ ეს ჩვენ გვაღელვებს. ჩვენ გვაღელვებს, რასაკვირველია ჩვენ ვერ მოვახერხეთ, მე ვნახე კვლევა UNICEF-ის კვლევამ გადამაწყვეტინა თქვენ გამო გადავწყვიტე მე ეს ხო სიცრუეა ხო რეალურად. იმის მე რამდენი კვლევა ჩატარდა. მანამდეც. ხო? და მაინც ჩვენ ვღელავთ და დარწმუნებული ვარ თითოეული მოქალაქე ამ ქვეყნის ბედზე და მაგალითად ისეთ მძიმე თემაზე როგორც არის ეს მნიშვნელოვანი როგორც არის მოსამართლეთა უადოდ გამწესება უზენაეს სასამართლოში დღეს ვენეციიდან მოკლედ მოვიდა ის დასკვნები რომელსაც ველოდით ყველა და ახლა სხვა დიდი დოზის გვექნება პოლიტმეტრში ამ თემაზე საუბარი. ახლა გახდა ამ დოკუმენტის წაკითხვის პრობლემა. წაკითხვა ხომ კიდევ ცალკე თემაა. პოლიტიკაცი ხარ წაკითხვის და შინაარსის გამო და იმის წაკითხვა რაც არ გინდა ძალიან რთულია და მე იმის აღიარება რომ იქ ეს წერია. ამიტომ გადახტომებით კითხვა რაღაცა. მე ვნახე ეს დოკუმენტი, რასაკვირველია წავა ახლა ხელისუფლების მხრიდან ამ დოკუმენტში ტირეების ინტერპრეტაცია ძისასვენ ნიშნების ძირითადად, იმიტომ რომ რაც ამ დოკუმენტში წერია, მეტწილად განსაზღვრავს და გამოხატავს და ადასტურებს ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებულად იმ აქტიური საზოგადოების წუხილს და პროტესტს, პუნქტობრივ პროტესტს, რომელიც დაკავშირებული იყო ამ საკითხთან და ამ საქმესთან. ეს ნათელია და სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლებას ასე ვთქვათ, არ ესმის თავის საზოგადოების და შეიძლება რაღაცა ცოტა იმედი მაქვს, რომ ასე იქნება,
ცოტა სხვანაირად მოიქცევა ამ დასკვნის შემდეგ. საინტერესო რას გაითვალისწინებს, რას არა, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც როგორც წესი ასეთ გზავნილებს გადმოგვცემს ხოლმე, განწყობებს თავად თარგმნის ხოლმე. ხო, და შემდეგ რაღაც გეგმასაც სახავს ხოლმე, ამბობს, რომ რაღაცეები იქ არის პოლიტიკურად მოტივირებული, რაღაც კონკრეტული თემა, მოტივირებული კი არა პოლიტიკური შეფასებები, რასაც ესე გათვალისწინებაც გაჭირდება, მაგრამ უმეტესობა რჩევების პროცედურებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ იქნება გათვალისწინებული, თუმცა აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს აი ამ რეკომენდაციებს, როდესაც ამ პარლამენტს ეუბნებიან, რომ მოდით იცით რა, რახან ასეთი ფონი შეიქმნა. რახან ასეთი დაბალია ნდობა. რახან ასეთი დაბალია ნდობა, მოდით აღარ ვისაუბროთ იმაზე, სამართლიანად არის დაბალი, უსამართლოდ არის დაბალი, მოდით ყველა მოსამართლე თქვენ არ დანიშნოთ. მოდით დანიშნეთ მხოლოდ იმდენი, რამდენიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის და დანარჩენი დაანიშნეთ იმ პარლამენტს, რომელსაც 2020 წელს აირჩევს ქართული საზოგადოება. ამაზე მეტი გზავნილი უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ჰქონდეს ვენეციის კომისიას. მეტი რა უნდა გითხრა? შეიძლება მეტი რამე გითხრან? გაჩერდი შენს მე რომ მოვა კაცი, იმან გადაწყვიტოსო ფაქტიურად ეს უთხრეს. მიუხედავად იმისა, თქვენ ამას აღიქვამთ, რომ მეტი ლეგიტიმაცია იქნება ბუნებრივია, მეტი და ის არჩევნებიც როგორ იქნება, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით ეს ცალკე საერთო ეს ჩვენ სერიოზულ სადარდებელი გველის წინ ესეთი ეჭვი მაქვს. ჩვენი მომავალი გადაცემების თემაა ეს უკვე. მომავალი გადაცემების თემაა და ჯერჯერობით რეპეტიციას გადის ხელისუფლება და ჩვენც ვაშუქებთ ამ თემებს სხვადასხვა რამდენიმე ოლქში, სადაც შუალედური არჩევნებია დანიშნული, ხომ განსაკუთრებით თაწმინდის მიმართულებას აქვს ესეთი პოლიტიკური დანიშნულება ამ შემთხვევაში და ზუგდიდის მხარესაც მერობის თემა ირკვევა და ჩვენ ნახავთ იქ რაღაცნაირი ტესტი იქნება ეს რას აპირებს ხელისუფლება 2020-ში შეძლებს თუ არა რაღაცა გამონაკლისის დაშვებას. აი რაღაცით თუ იქნება განსხვავებული და უარს იტყვის რესურსების გამოყენებაზე, ძალადობა რესურსის გამოყენებას ადმინისტრაციას, მაგრამ ჩვენ ახლა ფიზიკურ ძალადობას ალბათ ელის მაყურებელი როცა ჩვენ ძალადობას ვამბობთ, იმიტომ რომ ძალადობას აქვს ხოლმე პირდაპირ მნიშვნელობა. სხვადასხვა ფორმა აქვს. ხო, აი მოდით იქნებ რაღაც ეს სასწაული მოხდეს. მე ველი ხოლმე ამ სასწაულს. შენ ხო ხარ ოპტიმისტი? მე შენზე ოპტიმისტი ვარ, მინდა გითხრა, იმიტომ რომ მე სულ მგონია რომ ერთ დღეს ვიღაც იტყვის რომ მოდი რა გაანებეთ ამ ხალხს თავი რა. ეს არის მარტო იდეალიზმი, ეს არის პრაგმატიზმი, რაციონალური, ეს მნიშვნელოვანი, ეს მუშაობს, ეს მაგალითია, ეს პრეცედენტია და ეს მნიშვნელოვანია ქართულ პოლიტიკაში. სამწუხაროდ ჯერჯერობით მხოლოდ ოპტიმიზმის ანაბარავართ და მოლოდინის ანაბარავართ, სასწაულის ანაბარავართ. ამასაც სასწაულს ანაბარავართ, მაგრამ სასწაულები ხდება. სასწაულები ხდება. მოდით ჩვენ დღეს ამით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. აუდიტორიას უთხრათ მადლობა იმისთვის, რომ იყო ჩვენთან ერთად და უთხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით ერთი კვირის თავზე. მომდევნო სამშაბათს 23 საათსა და 30 წუთს. მადლობა.